ავად თუ გავხდები, შემიძლია რომ არ ვისწავლო, შემიძლია რომ არ ვიზრუნო ვიღაცაზე მაგალითად, ხო? და ასე შემდეგ. და პირდაპირ სურვილი აქვს ადამიანს, რომ აცილებისათვის ავად გახდეს. გამარჯობა, ვაგრძელებთ ჩვენი ვიდეოების ციკლს და ჩვენ მივადგეთ მე-10 დამყარს, რომელსაც ქვია არ იყო კარგად. არ იყო კარგად, მე ვამბობ ხოლმე, რომ ფაქტობრივად ყველა დამღურ სურათს თან ახლავს ხოლმე, რადგანაც თვითონ დამღები ეს არის ნეგატიური პროგრამირება და თავისთავად ადამიანი, როდესაც ძიმე ნეგატიური პროგრამირების ქვეშ არის, ის არ არის კარგად. ამიტომ ერთია, როდესაც ეს დამღა ძალიან გამოვლინებულია და ამ გარემოებებზე ჩვენ ვისაუბრებთ, მაგრამ რაღაცა დოზით, რაცაც ჩემი პრაქტიკა აჩვენებს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დამღა. მაშინ ასე შევყვეთ მიზეზებს და მერე გადავიდეთ გარემოებებს. პირველი. ბავშვი იღებს ყურადღებას მხოლოდ მაშინ, როცა ავადარი ან ცუდად არის. გამოვლინებები შეიძლება იყოს როგორც მანიპულაციური, ისე რეალურად ცუდად იყოს ბავშვი. და აქ ძალიან ხშირად გვაქვს უკვე ფსიქოსომატიკა, შესაძლებელია ეს იყოს ავადობა და ტრამვები. ეს არის ყველაზე გავრცელებული გარემოება. მოდით ავხსნათ, თქვა სიტუაციურად როგორ შეიძლება რომ ეს გამოიყურებოდეს. მაგალითისათვის დედაზე მიჯაჭვული ბავშვი, რაღაცა თქვა 3 წლის, 5 წლის არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ჯერ ეს ასაკი არ არის გასული, როდესაც მაღალი არის დამოკიდებულება მშობელზე და დედაზე განსაკუთრებულად, დედა მუშაობს და ბავშვს აქვს მუდმივი მოთხოვნილება იმისა, რომ მეტი ხანი გაატაროს დედასთან. დედას ბუნებრივი არ შეუძლია რომ გააცდინოს სამსახური, ყოველი დილა იწყება იმითი, რომ ბავშვი თხოვს დედას არ წახვიდე დედა სამსახურში, დარჩი ჩემთან და ყოველ დილით ის იღებს პასუხს, რომ ასე არ შეიძლება, მე უნდა წავიდე სამსახურში. ერთ დღეს ბავშვი ხდება ავად, დედა რეკავს სამსახურში, ამბობს რომ ბავშვი ყავს ავად, რჩება სახლში, ჩაუწვება ლოგინში, უკითხავს ზღაპრებს, ეფერება, უვლის და ძალიან ლოგიკური დასკვნა, რომელსაც აკეთებს ბავშვი. იმისთვის რომ მიიღოს სითბო და სიყვარული, იმისთვის რომ მიიღოს დაცულობა, ანუ იმისთვის რომ მიიღოს ის რაც უნდა, ის უნდა იყოს ცუდად. ანუ ავადობა არის გარანტია იმისა, რომ მიიღებს იმ სითბოს, რომელიც მას გონია რომ აკლია, შეგრძნების დონეზე აკლია თავისი მშობლისგან. აი ძალიან მარტივი მაგალითი, როგორ შეიძლება ეს დამღა ყალიბდებოდეს. რის შემდეგაც შეიძლება დაიწყოს ნამდვილად ავადობა, აი ისეთ დონეზე რომ არ არის აუცილებელი რომ ბავშვმა რაღაცა თქვა მანიპულაციური ტყუილები თქვას, ნამდვილად აუწევს სიცხეს, სიცხე ძალიან ფსიქოსომატიკური გამოვლინება არის და ნამდვილად არ ვიცი ყველაფერი შეიძლება იყოს იმისათვის რომ ისევ და ისევ მოიპოვოს დედის ყურადღება. მშობლის ყურადღება. როცა გაიზრდება, ამას ექნება გამოვლინება უკვე ძირითადად ინტერპერსონალურ ურთიერთობაში, ანუ მეუღლესთან ურთიერთობაში რაღაცა ტიპის მანიპულაციები და ცუდად ყოფნით იქნება ეს გამოვლინებული. მეორე, როდესაც ბავშვი აღწევს საწედელს არაადეკვატური საქციელით, მაგალითად ისტერიკით, ესეთი გარკვეული შანტაჟის ელემენტებით და ასე შემდეგ. მაგალითისათვის დედამ შეიყვანა ბავშვი მაღაზიაში, არ უყიდა რა ვიცი რაღაც სათამაშო მაგალითად, ეს ბავშვი გაწვა იატაკზე, ატეხა ისტერიკა ტირილი, დედა შეწუხდა, იუხერხულა, უყიდა, გამოიყვანაო, დაჯდა უკვე ხო სცენარი, რომ გარკვეული, ესე იგი, მისი ემოციური ზედმეტი ფონისგან, გარკვეული ცუდად ქცევისგან, ცუდად ყოფნისგან მან მიიღო შედეგი. ისევ დაჯდა შემზღუდავი რწმენა წარმოქმნა, რომელიც აუცილებლად მე ნეგატიურად შემოუტრიალდება ცხოვრებაში. შემდეგი გარემოება ეს არის ბავშვი იღებს სითბოს, მოფერებას, შერიგებას, აღიარებას, მხოლოდ დასჯის გვემის, თვითგვემის შემდეგ, მას შემდეგ, რაც არ იყო კარგად. ანუ პირდაპირ მოფერება, აღიარება, სითბო მოყვება ცუდად ყოფნას. ხო, ანუ მაგალითისათვის ისევ სიტუაციურად რომ ავხსნათ. მშობელმა დასაჯა ბავშვი, თუნდაც მაგალითად ფიზიკურად ცემა და შემდეგ რა თქმა უნდა მას განიცდის ძალიან შეპყრობილია დანაშაულის გრძნობით, უცებ თითქოს მოეგო გონს, ჩაიხუტა ბავშვი და ეფერება და ეუბნება რომ კარგი, ნუტირი ხარ, ყველაფერი კარგად არის, ანუ თვითონ გაუარა ამ გარკვეულმა ჰორმონებმა, ხო და ეხლა უკვე დანაშაულის გრძნობის გამო ეფერება ამ ბავშვს. ბავშვი ვერ იღებდა მოფერებას ამის გარეშე, ანუ პრელუდია მოფერებაზე არის ცემა, არის დასჯა.
ხო? და შეიძლება იყოს ყვირილი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. და შესაბამისად ჯდება ესეთი ნორმა მის ტვინში, რომ ჯერ უნდა დაისაჯოს იმისთვის, რომ მერე სითბო და სიყვარული მიიღოს. ეს ძალიან ხშირად არის ხოლმე წყვილებში, სხვა შორის გამოხატული. რაღაცნაირად ჩხუბის მერე ურთიერთობა უფრო თითქოს უფრო ირგებენ ხოლმე მერე ამ ურთიერთობას და ჩხუბის გარშე თითქოს არ ერგებათ, არ აქვს უფლება ამ თქვათ სითბოსი და ყურადღების ერთმანეთის მიმართ. კიდევ ერთი გარემოება ეს არის, როცა ბავშვი კარგად არის, მაგალითად თამაშობს ყვირის დახტის და ბავშვი ასე არის კარგად, ხო? ეხლა კუთხეში დამჯდარი მორჩილად ბავშვი ვერ იქნება კარგად, მაშინ სხვები, ძირთად მშობლები ცუდად არიან. მაგალითად ეუბნება მშობელი, რომ თავი ამტკივდა, დაღლილი ვარ, გაჩერდი, დაჯექი და პირიქით, როდესაც ბავშვი ცუდად არის, მოწყენილია, ზის, ანუ მორჩილია, მშობელი მაშინ კარგად არის. ეს უჯდება, რომ იმისთვის, რომ როცა მშობელი კარგად არის, მაშინ აქცევს ეს ყურადღებას შვილს. მაშინ აძლევს იმ სითბოს და დაცულობას, შესაბამისად ისევ ჯდება ეს ლოგიკა, რომ როცა მე ცუდად ვარ, მაშინ მიღებ ამ ყურადღებას. იცით რა არის? აქ შეიძლება იყოს ძალიან ბევრნაირი სიტუაცია. ახლა აქ ვერც ერთ ჩამონათვალში ვერ იქნება მთლიანად სიტუაციები ჩამოწერილი. ახლა ესენი ნახევრად ყველაფერი ჩემი პრაქტიკიდან არის ამოღებული. წიგნებში არაფერი არ წერია რეალურად ეს სიტუაციური ახსნები. არის ერთი წინადადება უბრალოდ რა მექანიზმია და მე მექანიზმი შეიძლება იყოს გაშლილი ძალიან ბევრნაირ სიტუაციაში. უბრალოდ იმისთვის რომ უფრო გასაგები იყოს ხოლმე, როგორც წესი ხსნით ხოლმე ამას ტრენინგებზე. გადავიდეთ გამოვლენებებზე. რა თქმა უნდა ვთქვით, რომ ეს არის ავადობა, ავად გახდომა, როგორც რეაქცია პრობლემასა და სირთულეებზე. გამოვლენებები შეიძლება იყოს როგორც манипуляციური, ისე ფსიქოსომატური. ხო, მაგალითად გაჩნდა პრობლემა, გავხდი ავადს. რეაგირება პრობლემაზე არის არა პრობლემის დაძლევა, არამედ გარკვეული გაქცევა ამ პრობლემიდან. მაგალითად ავადობის სახით. ძალიან ხშირად ამ დამღას ახლავს ასეთი გამოვლენა, როდესაც ადამიანს აქვს ის პასუხისმგებლობები, რომელსაც ვერ სწევს, ასე ვთქვათ, რომ მისთვის ზედმეტია ეს პასუხისმგებლობები, ან არ უნდა ამ პასუხისმგებლობების აღება. და აი უფიქრია კიდევაც ადამიანს, რომ ნეტა ავად გავხდე, ხა რომ აი რაღაცნაირად მაბადეთ ამ ჟარგონზე გავაправო ეს სიტუაცია ახლა რომ ავირიდო ეს პასუხისმგებლობა. ავად თუ გავხდები, შემიძლია რომ არ ვისწავლო, შემიძლია რომ არ ვიზრუნო ვიღაცაზე მაგალითად, ხო? და ასე შემდეგ. და პირდაპირ სურვილი აქვს ადამიანს, რომ აცილებისათვის ავად გახდეს. რამდენადაც მისთვის არ იყო კარგად ნიშნავს რაღაცა სიმშვიდეს მაგალითად, ხო? და გარანტიას იმისა, რომ უფლება მოიპოვოს, არ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ უნდა. ძალიან საინტერესო ანდაზები გვაქვს, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობა ამ ანდაზების არის დამღური. მაგალითად, ბევრი ვიცინე რაღაც მეწყინება, ყველას გაგვიგია ეს. რა არის თუ არა ეს დამღა? რატო არის კავშირში ბევრი სიცილი, ანუ კარგად ყოფნა, იმასთან რომ შედეგად ცუდად ვიქნები. ზუსტად ეს არის დამღა, არ იყო კარგად აქ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, თუ ბევრს იტირებ, კარგად იქნები. ჩვეულებრივი ლოგიკა არის. შემდეგი манипуляციები ურთიერთობებში ყურადღების მიქცევის მიზნით. ეს არის კლასიკა ამ ურთიერთობის, საკმაოდ რთულები არიან ურთიერთობაში, ხშირად არის ეს ასევე არ იყო ახლობელთან ერთად და ეს თუ კიდე არ იყო ახლობელს დაემატა, ნუ მით უმეტეს მძიმდება. უკვე აი წყვილში ურთიერთობა ძალიან რთულია, რთული პარტნიორია ხოლმე ესეთი. გინდა ქალი იყოს და გინდა მამაკაცი იყოს, იმიტომ რომ მუდმივი უკმაყოფილება არის, მუდმივი ყურადღების მიქცევის სტრატეგიები არის, არაფერი არ არის საკმარისი, აძლევ უფრო მეტი უნდა, რატო? იმიტომ რომ მასში ცხოვრობს ტრამული ბავშვი, რომელსაც იმ დედასთან და მამასთან აქვს ეს პრობლემა და არა პარტნიორთან. მაგრამ სამწუხაროდ გამიჯვნა ვერ ხდება, რამდენადაც ეს არის არაცნობიერი პროგრამირება და სწორედ მინიმუმ მისი გაცნობიერებაა საჭირო იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ბავშვობაში დარჩა და დღეს ჩვენ ეს სტრატეგიები უკვე აღარ გვჭირდება და პირიქით ეს სტრატეგიები უკვე გვაზიანებს. ასევე შესაძლებელია იყოს ასეთი რამ, რომ მუდმივად ცუდად ყოფნა გონიათ, რომ რაღაც სჭირთ. ანუ ჩვეულებრივი ჰიპოქონდრია, რაც არის მუდმივად, აი ეს ტკივა, ის ტკივა გაიგებს, რომ ვიღაცას რაღაცა ტკივა გონია, რომ მასაც ტკივა და რეალურად ეწყებათ ეს ტკივილები, სულ ექიმებში სიარული და აი ეს რაღაცა დილიდანვე ადგება და უკვე საუბარია იმაზე, რომ ის ტკივა, ესაც უხებს, აი ყურადღების კონცენტრაცია ყოველთვის ამაზე არის ხოლმე, ხო? და ნუ მე აი ეს დაუსრულებელი კვლევები, ექიმები, წამლები და მდგომარეობა არ იცვლება. ნუ
ლოგიკურია, რომ ეს უკვე არის ფსიქოსომატიკა. ზამთრად ამ დამღის გამოვლინება არის ხოლმე. ასევე არაძლევენ საკუთარ თავს სიხარულის საშუალებას. აი სწორედ ის ბევრი ვიცინე რაღაც მეწყინება ამ ოპერიდან არის. ყველაფერს კარგს გადახდა უნდა, აი ესეთი აზროვნება ასევე. ყველაფერი კარგს გადახდა უნდა და თითქოს არ უნდა რომ კარგად იყოს, რომ რაღაცა არ მე არ ეწიოს რაღაც, ხო, არ ვიცი. როგორ თქვა, აი რაღაცნაირად ეს მე არ მოუტრიალდეს ცუდად. ესეც შეიძლება იყოს მკვეთრად გამოხატული ფიქრები, შეიძლება იყოს სუმბურული ესეთი შეგრძნებები რაღაცა. და შესაბამისად ამიტომ აშინებს ეს კარგი, ეშინია გადახდის, ანუ ცუდი ამბის, რომ რაღაცა ცუდი ამბავი მოყვება ამას. ბუნებრივი, ამიტომ ვერ ხდება მოშვება, ვერ ხდება შერგება, აქ და აქ ახლა ყოფნა არ არის, უშფოთვაშია, სულ წარსულშია და წარსული შფოთვები განსაზღვრავენ მის მომავალს. და თქოს უკეთესად არიან, როცა ცუდად არიან, აი რაღაცნაირად რა. აწყობთ არეულობას, თითქოს მიზეზს ეძებს კონფლიქტისთვის, რომ არ იყოს კარგად და მხოლოდ შერიგების პატიების შემდეგ იღებს ჯილდოს. ანუ პირდაპირ არის გადათამაშებული მშობელთან ურთიერთობის მოდელი. ოღონ ამ შემთხვევაში შესაძლებელია თვითონ გახდეს ინიციატორი ამ კრიზისის და ამ კონფლიქტის, რამდენადაც ამ კონფლიქტის მერე უკვე იყო ცუდად და ეხლა ეძლევა უფლება რომ იყოს კარგად. აი ასეთი ტიპის ლოგიკებით შეიძლება იყოს. ну, რა თქმა უნდა, აქ გვაქვს ალკოჰოლზე დამოკიდებულების ასევე გამოვლინება, თუმცა კლასიკურად ალკოჰოლზე დამოკიდებულება მოკვდი არ იყო არის, თუმცა აი ნახეთ რა ასპექტი შეიძლება იყოს. ნაბახუსებზე, როდესაც ცუდად არის, აი პირდაპირ დამღურ სურათში ჯდება, ხო, ცუდად არის და შესაბამისად ალკოჰოლზე მიდრეკილებას მეორადი სარგებელი და ინტერესი აქვს. დალიოს იმისთვის, რომ მეორე დღეს ნაბახუსებზე ცუდად იყოს, ხო? და ძალიან ხშირად მომისმენია ესეთი საუბრები, მამაკაცები როგორ იკრიბებიან, ესეთი მძიმე საღამოს შემდეგ, მეორე დღეს და ყვებიან, რომელი უფრო ცუდად არის და რომელს უფრო მძიმე პახმელი აქვს და თითქოს რაღაცნაირ შეჯიბრებითობა არის ხოლმე. აქაც ესეთი, რაც სალსაღად არის გამოხატული გამოხატულება ამ დამღის, ან რაც არ იყოს ნარატივი არის ამ დამღის. ეს იყო მე-10 დამღა, ჩვენ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ, ვებრძოლოთაც არ არის სწორი სიტყვა, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ამაზე მე ვისაუბრე რამდენიმე ვიდეოს წინ და შევეცადე რომ ამეხსნა მექანიზმები, რაც არის შესაძლებელი, რომ აი ესეთ ფორმატში იყოს გაზიარებული. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უნდა იყოს მაინც თითეული შემთხვევა ცალ-ცალკე ნანახი, თითეული გარემოება ცალ-ცალკე ნანახი, ვერ იქნება ესეთი გაერთიანება და ვერ იქნება რაღაცა თეორიული რჩევების მიცემა, ზუსტად ისე როგორც ექიმი ვერ დანიშნავს ასე ტელეფონით კონსულტაციას. ნებისმიერი кейსი ეს არის უნიკალური кейსი, ცალკე кейსი და ყველაფერი აქვს სანახავი, როგორც განლაგება ოჯახში, როგორი იყო, ტრანსგენერაციულია ეს დამღა თუ არა და თვითონ რა არქეტიპთან, რა ფსიქოტიპთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ სხვადასხვა ფსიქოტიპთან შეიძლება სხვადასხვა ტიპის სამუშაო იყოს ჩასატარებელი. მე ამითი გემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ ჩვენ დაგვრჩა 2 დამღა, რომელიც ასევე არის ურთიერთ გამომრიცხავი დამღები და თითოეულ მათგანზე ვისაუბრებთ და ბოლოს დავაჯამებთ მთლიანად ამ ინფორმაციას, რომელიც ამ 12 უფრო მეტი, რა თქმა უნდა, ვიდეოს განმავლობაში მოგაწოდეთ. გემშვიდობებით, წარმატებულ კვირას გისურვებთ.